მე და თათია პასაჟი 209-ს ვესტუმრეთ. გაგიკვირდებათ და ვაპირებდით მილანში წასვლას, რომელშიც თითოს 2000 ლარი უნდა გადაგვეხადა. უცებ გავიგეთ, რომ პასაჟი 209-ს აქვს გრანდიოზული ფასდაკლება. 55 ლარად სასკოლო აქცია. ყველა ფეხსაცმელი 55 ლარი. ამიტომ მილანს ვამჯობინეთ, პასაჟ 209-ში გვეყიდა 2000 ლარის ფეხსაცმელები. წარმოიდგინეთ ხალხო, 2000 ლარის ფეხსაცმელი რამდენი წყვილია. რამდენ ადამიანს გახეთქავს ცალკე თათია გულზე, ცალკე მე. მაგრამ ცოტა პრობლემად შემექმნა. თათიას ხალხო ხო პადაგრა აქვს და იმდენი იწვალა, რომ ვერ აგიღწერთ. ცოტა დამღალა ბოლოს 53 ზომაც რო არ ჩაეტია და ვეღარ მოვითმინე. დავიღალე მეთქი უკვე! აღარც კალი ვიცი და აღარც კაცი მეთქი! თათია გარეთ გადი მეთქი, ნერვები აღარ დამაწყვიტო მეთქი და გაუშვი გარეთ, რა ვქნა? უცოლშვილო ვარ, მარა ნერვები ისეთ მდგომარეობაში მაქვს, მგონია რომ 3 წვილი ოჯახი გამოვიცვალე. კიდენ იჩვიტებით ფისილს აგრძელებ და შემომიშიო, ვაიმე. მივედი სარკესთან და ჩემ თავს ვუთხარი, დათუნა. შენ არ გჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, ვისაც პადაგრა აქვს. სარკევ, შენ მაინც მითხარი, ვინ არის ყველაზე მსხვილ კოჭა ქალი, ვის აქვს პადაგრა და გაუბედურებული ფეხები? თათიას.